სტუდენტების სადმე მიმართვას განსაკუთრებულად ყურადღება იმიტომ მივაქციეთ, რომ თუ გადავხედავთ სოფლიოშიც ყველგან თუ რაიმე სერიოზული მოძრაობა არის, ყველგან მთავარი ძალა სტუდენტობა წარმოადგენს და ჩვენს ქვეყანაში ეს აზვირთებული სტუდენტობა დღევანდელ მოცემულობაში აი ამ ხარისხით აღარ ჩანს პროტესტის ავანგარდში, აქედან გამომდინარე რაღაც ფორმით ეს თან შეხსენება იყო და ამავდროულად იყო მოწოდება მათდამი, რომ ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში და რაღაც გადაწყვეტილებას როცა მიიღებ და გამოაცხადებ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, თვითონ ეს ფიცი 2023 წლის 19 აპრილს დაიდო იქ ფიცი და მე ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას თავიდანვე ვანიჭებდი. შეიძლება საზოგადოება ისე უყურებდა ზოგიერთი, რომ აი რაღაც ბავშვები შეიკრიბენ, რაღაც ბავშვურად ფიცი დადეს, მაგრამ თქვენ თუ დაუკვირდებით შემდგომ მათ მოქმედებებს, მათ ბრძოლას, ზვიადი ხშირად ამბობდა ჩვენ ფიცი გვაქვს ნათქვამი, აი თითისქნევი ჩვენ ფიცი გვაქვს ნათქვამი, არ დაგავიწყეთ, უკან დასახევი გზები მოჭრილია. ეს ისეთი განაცხადი იყო მათ მხრიდან, ისეთი მკაფიო განაცხადი, ისეთი ვაჟკაცური განაცხადი, ისეთი გაბედული განაცხადი, რომ მათ დიდმა უმრავლესობამ, ეხ ვინც ზის 54 ადამიანი ზის, ხო? აი ამ ძირითადი მასა ხომ 90% ზუსტად იმ ახალგაზრდების ნაწილია, ვინც იმ ფიცში მონაწილეობდა და ვინც ეს ფიცი დადო. ანუ ამის აღსრულება ფაქტობრივად ამ ახალგაზრდობამ დაიწყო, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც რაღაც ნიჰილიზმი შეეპარა, აი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რაღაც ფორმით თითქოს მივიწყებას უნდა და მიცემოდა ეს, ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მითითება იმაზე, რომ არ უნდა იყვნენ ფიცის გამტეხი თაობა, აი ამ სტატუსით არ უნდა დარჩენ ისტორიაში და აი მართლაც მტერსას და მოყვარესას უნდა დაუმტკიცონ, რომ ერთგული არიან და ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანებენ. რაც შეეხება რატომ იყო, რატომ წარმოიშვა საჭიროება. ხალბატონო ელენემ სწორად თქვა, რომ აი ნახეთ როგორი სიტუაცია მთლიანობაში პროტესტის მუხტი გარკვეულწილად რო დაიწია, სწორედ ეს პოლიტიკური პარტიების ვიწრო პარტიული მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე კინკალაობებსაც მქონდა გარკვეული მნიშვნელობა ამ ამბავში. ნახეთ, მე იმასთან არ გავჩერდები, მე იმასთან ვერ გავჩერდები ის რატომ არის მიტინგზე, ეს რატომ არის აქციაზე. ნახეთ, თუ ერთმანეთთან ვერ გაჩერდებით, მოდით და ყველა ჩვენთან გაჩერდით. ჩვენ თქვენ იქნებით საერთო წერტილი შეხების ყველა უთანხმო კოორდინატთა სათავე ვიქნებით ჩვენ და გაერთიანდით ჩვენს ირგვლივ. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება ამ ბრძოლის წინა ხაზზე ვიდგეთ. ჩვენზე გამბედავი ადამიანები, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენ გავრისკავთ, ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩვენ ძალიან შემტევ ბრძოლას გამოვაცხადებთ, შემტევ ბრძოლას და ამ ბრძოლაში წინა რიგებში დავდგებით. ოღონდ ზურგი უნდა გაგვიმაგრონ მათ და ერთმანეთს აღარ უნდა უთხრან. დღეს მართლაც არ არის პარტიული ინტერესების და პარტიული ტრაფარეტების წამოწევის ადგილი. დღეს არის ქვეყანა გადასარჩენი და ყველა ერთობლივად უნდა დავდგეთ ბრძოლის ფრონტის ერთ ხაზზე და ყველა ძალა, ყველა ისარი უნდა მივმართოთ რეჟიმის წინააღმდეგ. აი ამან წარმოშვა საჭიროება, რომ ჩვენ გამოვედით ფაქტობრივად კულისებიდან გამოვედით და ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ამის მამოძრავებელი ძალა, გამოგყევით და დაუმტკიცოთ მტერსას და მოყვარესაც, რომ მართლა შეგვიძლია ბრძოლა და ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ადამიანის სიცოცხლეს თუ წირავდა, ჩვენ ელემენტარული გაბედულება მაინც გქონდეს და რაღაც დოზით მაღალი ხარისხის ბრძოლა გამოუცხადოთ რეჟიმ. ეს დაანონსებული, რაც ვთქვით, პირველი ტესტი იქნება ზუსტად 8 აპრილის ღამე იქნება იმის ტესტი, რომ ჩვენ როგორი სტარტი ავიღეთ აი ამ ბრძოლაში. ნახეთ, ჩვენ დამერწმუნებიან ყველა აქ ვინც ზის, რომ სხვადასხვა ჯგუფებისაგან, აქტივისტებისაგან, მოძრაობებისაგან, პოლიტიკური პარტიებისაგან, NGO-ებისაგან თქვენს გვერდითა ვარ, თქვენს გვერდითა ვარ, აი ყველა გვიმტკიცებს, რომ ჩვენთან არის. ყველა წუხს, აი თქვენი შვილები რო ციხეში ზიან, სახლში როგორ გავჩერდებით და აქციები და რაღაც. აი ბატონო, გინდოდათ ვართ აგერ. ეხლა შეძელით და მასობრივად გამოდით. და როცა დაგიძახებთ, ყოველთვის გამოდით. ჩვენ
აი ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ყველაზე დიდ მსხვერპლზე წავედით და კიდე მეტად ვრისკავთ, მთელი ოჯახებით ჩავერთეთ. აი არ ვიცი მე რაღაც ბედის ანაბარა მივატოვეთ ჩვენი ოჯახები და ამ ბრძოლაში ჩავერთეთ და ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ და 8 აპრილს საღამოს არ ვიცი, იმდენ ადამიანს ველოდები, ალბათ დაახლოებით იმდენს 1989 წლის 8 აპრილს რომ იყო და 9. აი ზუსტად ისეთი მინდა რომ გათენდეს, აი გადატენილი ქუჩებით რომ კიდევ ერთხელ იქ თქვი და ახაც ვიმეორებ. იმას ვისაც მორალური უფლება არ აქვს 9 აპრილის მემორიალს მიუახლოვდეს, რომელთა სისხლი ზეცაში შეშუქშუხებს და ზამართალს ითხოვს. ტყუილად არ უნდა ჩაიაროს რუსების აჩეხილი ბავშვები, როგორ თვალებიდან არ ამოსდით მათ და როგორ ბედავენ ამ ქვეყნის რუსეთისაგან წაყვანას და მათ როგორ უნდა გაბედონ, რა მორალური უფლება აქვთ რომ მიუახლოვდნენ 9 აპრილის მემორიალს. ვისაც არ აქვს მორალური უფლება, ჩვენ არ უნდა მივცეთ ფიზიკურად ამის უფლება რომ იქ მევიდეთ და რაღაც ფორმით ჩამოირეცხონ. აი დროდადრო ხო ამას აკეთებენ. რა თქვა საზოგადოების წინაშე გამოდიან და რაღაცით იმატებენ.